საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი ილია ჭავჭავაძე. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. წარმოგიდგენთ ფილმების სერიას. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. თანამშრომლობით სწავლა. ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში ტრადიციულ სწავლებასთან ერთად გამოიყენება თანამშრომლობითი სწავლების მეთოდიც. მისი უმთავრესი ფორმაა ჯგუფური მუშაობა. სწავლების ეს ფორმა მოსწავლეს ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ საუკეთესო გზა სასწავლო მიზნის მისაღწევად თანაკლასელებთან ურთიერთთანამშრომლობაა. ერთის წარმატება ნიშნავს ყველას წარმატებას, რაც ერთობლივი მიზნის მისაღწევად გუნდური პასუხისმგებლობის გრძნობის გამძაფრებას იწვევს. თანამშრომლობითი სწავლების ყოველი გაკვეთილი შეიცავს ეტაპებს, რომელთაგან პირველია მომზადება, რაშიც შედის საკლასო ოთახის მოწყობა, ჯგუფების შექმნა, მასალის შერჩევა და ასე შემდეგ. მეორე ეტაპია თავად გაკვეთილი და ბოლოს შეფასება. ურთიერთთანამშრომლობითი სწავლება გულისხმობს მოსწავლის მიერ იმის გაცნობიერებას, რომ საუკეთესო გზა სასწავლო მიზნის მისაღწევად ეს თანაკლასელებთან ურთიერთთანამშრომლობაა. ერთის წარმატება ყველას წარმატებაა. ამ სწავლების მნიშვნელოვანი მახასიათებელია უნარ-ჩვევებზე ორიენტირებულობა. არსებობს თანამშრომლობითი სწავლების რამდენიმე ხერხი. ერთი მათგანია ეგრეთ წოდებული მოზაიკა. პირველ რიგში პედაგოგი მოსწავლეებს თამაშის პირობებს აცნობს და ანაწილებს ჯგუფებად, შემდეგ კი აძლევს განსახილველ თემას. პედაგოგი კლასს 4-6 მოწაფისაგან შემდგარ ჯგუფებად ყოფს. ჯგუფების რაოდენობა უნდა იყოს იმდენი, რამდენ საკითხადაც აპირებს მასწავლებელი გაკვეთილის გაყოფას. მოსწავლეები მერხებს აერთებენ და გარშემო უცხდებიან. ჩვენი გაკვეთილის მიზანია სხვადასხვა ჯგუფის ცხოველთა კბილების აგებულებას შორის მსგავსება, განსხვავების აღწერა. სამუშაოს დაწყებამდე სასურველია შესაბამის თემასთან დაახლოებულ თემებზე საუბარი, შემდგომ უკვე ჯგუფების შექმნა და ჯგუფებში როლების განაწილება, ჯგუფური სამუშაოს მონიტორინგი და ბოლო ჯგუფური მუშაობის შედეგების შეფასება. გავიხსენოთ ადამიანის კბილები. რა ტიპის საკვებით იკვებება ადამიანი? ნინო. ადამიანი იკვებება ცხოველური და მცენარეული საკვებით. ესე იგი, დასკვნან გავაკეთოთ. ადამიანი არის ნაირ-ჭამელი. რა ფორმის კბილები აქვს ადამიანს? ადამიანს აქვს ძირითადად 4 ფორმის კბილი. ეს არის მჭრელი, შემდეგ არის ეშვი და საღეჭი კბილები. საღეჭი კბილები არის ორი სახის, გრძელფესვიანი და მოკლეფესვიანი. აბა, ვინ მეტყვის, რას ასახავს ეს ფორმულა? ესე იგი, ფორმულაში გვაქვს წილადები და ეს წილადები აღნიშნავს ზედა და ქვედა ყბაზე თითოეული კბილების რაოდენობას. ახლა მე თქვენ დაგირიგებთ კბილების სქემას. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანი არის ნაირ-მჭამელი, ამიტომ იფიქრეთ ამ კუთხით თითოეული ჯგუფის კბილის დანიშნულების შესახებ, როგორც მჭრელის, ასევე ეშვის და ასევე ძირითადი კბილის. მომემზადოთ ჯგუფები და პასუხი. ადამიანი მჭრელი კბილების საშუალებით საკვებს ანაწევრებს. ეშვების საშუალებით უფრო როგორი საკვები უნდა ჩავკბილჩოთ ჩვენ? ეშვები გვჭირდება ცხოველური საკვების გადასაფიქსირებლად, დასაყეჭად. ეშვები ადამიანს სჭირდება ცხოველური საკვების დასაფიქსირებლად, რომ შემდეგ ჩაკბილჩოს მჭრელმა. როგორი ფორმა აქვს მჭრელს და როგორი ფორმა აქვს ეშვს? მჭრელს უფრო აქვს ბრტყელი ფორმა და ბასრი ფორმა აქვს, ხოლო ეშვს უფრო წაწვეტებული ფორმა აქვს. ნინო, რამდენი სახეჭი კბილი აქვს სულ ადამიანს ზედა და ქვედა ყბაზე? დიდი არის 8 და დიდი არის 12. დიდი არის 12. ცხოველური თუ მცენარეული საკვებია ძნელად გასასრესი, ასე რომ ვთქვათ. აბა მარიამ. ცხოველური უფრო ძნელად გასასრესია, ვიდრე მცენარეული. საღეჭი კბილები გვეხმარება მცენარის დაღეჭვაში, რადგან იგი შედგება ცელულოზისგან, რომელიც არის მკვრივი და ამიტომ უფრო ძნელია დასაღეჭად მცენარე. ახლა გავიხსენოთ ცხოველთა სხვა ჯგუფები კვების ტიპების მიხედვით. კიდევ რა ჯგუფები შეიძლება გამოვყოთ? შეიძლება გამოვყოთ კიდევ ჯგუფები, რომლებიც მიიქცევენ მხოლოდ ცხოველურ საკვებს და მხოლოდ მცენარეული საკვებს. ესე იგი, შევთანხმდით. ცხოველთა კვების ტიპები, ნაირ-მჭამელი,
ხორცის ჭამელი და ბალახის ჭამელი. მე მინდა ახლა თქვენ დაგირიგოთ კიდევ სქემები, თითოეულ ჯგუფს ექნება თითო სქემა, სადაც ასახულია ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფები. მე მინდა თქვენ დააკვირდეთ ამ სქემას, ჩამოწერილია სქემებზე კითხვები და კბილების ფორმის და რაოდენობის მიხედვით, ესა თუ ის ცხოველი, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება კვების ტიპის მიხედვით, ნაირმჭამელს, ხორცის მჭამელს თუ ბალახის მჭამელს. ამისათვის სქემების დარიგების შემდეგ თქვენ მოგეცემათ 15 წუთი. აბა, ეს არის თქვენი სქემა, დააკვირდით. უხმაუროთ, რომ სხვა ჯგუფს ხელი არ შეუშალოს, არ იხმაუროთ. ყოველი გუნდის წევრები როლებს, ანუ ფუნქციებს შემდეგნაირად ინაწილებენ. შენიშვნების ჩამწერი, პრეზენტატორი, ჯგუფის ლიდერი და სხვა. თუ თქვენ როლებს კარგად ვერ გაინაწილებთ, მაშინ თქვენ გულს წარმატება არ ექნება. მე ვიქნები წარმომადგენელი. მე ორგანიზატორი ვარ. და შეფასებელი. აი მე ჩამწერი. ჩამწერი? დაიწყო მაშინ ახლა შეჩაწერა. ჯერ დავიწყოთ აი ამ კითხვებით, გამიგე? ეს მეთოდი ისევე როგორც ყველა შემდგომში წარმოდგენილი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი გაკვეთილის შესწავლისას. იქნება ეს საბუნების მეტყველო თუ სხვა, მათ შორის ტექნიკური საგნები. პირველი ნაწილი იქნება თეორემის შინაარსის გააგება, მომზადება და წარმოდგენა, რომელსაც გააკეთებს პირველი ჯგუფი. ამ თეორემის დასამტკიცებლად არის საჭირო 3 შემთხვევა. პირველ შემთხვევას მოამზადებს და წარმოადგენს მეორე ჯგუფი, ეს არის A შემთხვევა. B შემთხვევას მოამზადებს და წარმოადგენს მესამე ჯგუფი, G შემთხვევას მოამზადებს და წარმოადგენს მეოთხე ჯგუფი. ამით შეიძლება მთლიანი გაკვეთილი და გვექნება თეორემა თავის დამტკიცება. ნისკარტია დავანებოთ მაგას ბატია თუ იხო. ხო რა ეშვები აქ ეშვები არის ნომინალური ესე ეშვები არა რადგან ეშვები არა აუცილებლად ჭამელი სინუსი რომელიც სწორი არის 4 საათიანი სინუსი 4 საათიანი მაგრამ საფრთხის ფაქტობის გამოსასწორებლად 4 საათის ჯგუფური მუშაობის მსვლელობისას მასწავლებელი აწარმოებს თავად პროცესის მიმდინარეობის დაკვირვებას, ანუ მონიტორინგს. ამისთვის მოსახერხებელია პედაგოგის მიერ წინასწარ შემუშავებული სქემების გამოყენება. სამუშაოსათვის მოცემული დრო ამოწურულია. თქვენ გამოიტანთ იმ სქემას, რომელიც თქვენს ჯგუფს ეკუთვნის და გავაკრავთ კვების ტიპის იმ ჯგუფის ქვეშ, რომელსაც თქვენი ცხოველი ეკუთვნის. ვიწყებთ პრეზენტაციას. სამკუთხედის ფართობი უდრის სამკუთხედის 2 გვერდისა და ამ გვერდებს შორის მდებარე კუთხის სინუსის ნამრავლის ნახევარს. C გამრავლებული ბეზე და გამრავლებული სინუს კუთხე A-ზე. ან C გამრავლებული A-ზე და გამრავლებული სინუს კუთხე B-ზე. და ან A გამრავლებული B-ზე, გამრავლებული სინუს კუთხე C-ზე. ეს თეორემა უნდა დავამტკიცოთ. ესე იგი, საღეჭი კბილები არის, მცირე საღეჭი კბილები არის დიდებთან რა თქმა უნდა შედარებით მცირე და იგი ერთმანეთისგან დაახლოებით ცოტა მოშორებით არის განლაგებული. ასევე აქვს უფრო წვეტიანი ფორმა. ხოლო დიდი საღეჭი კბილებს აქვს ასევე წვეტიანი, წაწვეტებული ფორმა, მაგრამ ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არის განლაგებული.
ესე იგი, რითი იკვებება ეს ცხოველი? ამ სამი კბილის სამი ფორმიდან გამომდინარე ჩვენ დავასკვენით, რომ ეს ცხოველი ჩვენი გუნდის აზრით ეს ცხოველი არის ხორცის ჭამელი. მე ბოლომდე არ ვეთანხმები გიორგის ნათქვამს, რადგან ჩემი აზრით ძალიან დიდი რაოდენობა აქვს მას ასევე ბრეჭავი კბილების, ჩემი აზრით მცენარესაც მიირთმევს. შენ გინდა თქვა რომ ეს ცხოველი ნაირმჭამელია? შეიძლება. აბა სხვა მოსაზრება კიდევ დაჯექნინო? აბა. გიორგი შენ კი დაასაბუთე რომ ეს ცხოველი არის ხორცის ჭამელი, მაგრამ არ დაგისაბუთებია ის რომ ეს ცხოველი არ არის ბალახის ჭამელი. მოცემული ცხოველს აქვს წვეტიანი კბილები, ხოლო მცენარეული საკვების დასაკაჭად გამოიყენება მხოლოდ უფრო ფრთული ფორმის კბილები. მე ვეთანხმები, იმიტომ რომ ნინო შენი პასუხი იყო ალბათ მცდარი, როდესაც ამბობდი რომ მცირე საღეჭი, ცოტა მცირე რაოდენობით აქვს საღეჭი კბილი, ხო? გიორგი, ეს ცხოველი რომ ყოფილიყო მცენარის ჭამელი, მისი საჭრელი კბილები როგორი უნდა ყოფილიყო? ნინო უსმინე. კბილები მისი უნდა ყოფილიყო აუცილებლად ყველა ბრტყელი ფორმის. დიახ. ესე იგი გლუვი. აქედან გამომდინარე, ეს ცხოველი არ მიირთმევს მცენარეს. არის მხოლოდ ხორცის ჭამელი. აქედან გამომდინარეობს, რომ ფართობის სამკუთხედი აბეცესი უდრის 1/2 AC გამრავლებული AB-ზე და გამრავლებული სინუს ალფაზე. ძალიან კარგია. შეგიძლიათ ვაგზავნდეთ. ხო, სამკუთხედს თავის წარმოადგენს. განვიხილოთ B შემთხვევა, როცა BD სიმაღლე არის AC გვერდის გაგრძელებას. მართკუთხა ABD სამკუთხედში კაცეტი ტოლია, ანუ BD ტოლია, ჰიპოტენუზა გამრავლებული ამ გვერდის წინ მდებარე კუთხის სინუსზე. ანუ B-ა გამრავლებული სინუს 180 გრადუს მინუს ალფა. ჩვენ გუნდში ქონდა სხვადასხვა აზრი, ბავშვებს, ზოგი ფიქრობდით, რომ იყო ბალახის ჭამელი და ზოგი ფიქრობდა, რომ იყო ნაირმჭამელი. მაგრამ ბოლოს არჩევანში ვარჩევით ბალახის ჭამელზე და ეს გამოიწვია იმან, რომ საღეჭი კბილები აქვს უფრო ბევრი და ეს საღეჭი კბილები არის უფრო გლუვი. მე ასე ვფიქრობდა, ჩემი მოსაზრება არის, რომ მხოლოდ ბალახის მჭამელს სრულიად არ ესაჭიროება ჯერ ეშვები, ორი წყვილი და შემდეგ კი ნამდვილი მჭრელი კბილი. მაშინ აქედან გამომდინარე, რომ ყველაფრიდან შეიძლება დავასკვნოთ, რომ ეს ცხოველი არა ბალახის მჭამელი, არამედ ნაირმჭამელია. თავის ქალასაც რო შევხედოთ, არ არის ეს მცენარის მჭამელი ცხოველი, ალბათ უფრო ცხოველურია ნაირმჭამელი. მარტო ყბის ფორმით არ შეგვიძლია ჩვენ დავადგინოთ ეს ბალახის მჭამელი, ხორცის მჭამელი თუ აი, მაშინ საერთოდ დასკვნა, ახლა ვინმე თქოს ეს კი საბოლოოდ ეს რომელ ცხოველს ნაირმჭამელია. მეც გეთანხმებით, რომ ეს არის ნაირმჭამელი. ცნობილია, რომ სინუს 90 გრადუსი უდრის 1. ჩავსვათ ეს ფორმულაში და მივიღებთ ასეთ ფორმულას 1/2 გამრავლებული AB გამრავლებული AC-ზე და გამრავლებული სინუს 90 გრადუსი. და მივიღებთ იმ ფორმულას, რომელთაც გამტკიცდება, რომ ის ფორმულა მართებულია იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს მოცემული მართკუთხა სამკუთხედი. ძალიან კარგი დავზამდით. დღევანდელი ჩვენი თემა წარმოდგენილი იყო სამკუთხედი, ფართობის გამოთვლა ორი გვერდითა და მათ შორის მდებარე კუთხის სინუსით. ამისათვის საჭირო გახდა სამი შემთხვევის განხილვა, რომელიც თქვენ თვითონ განიხილეთ და საბოლოოდ შეიკრა ეს თემა. გაერჩა ყველას შესაძლო ვარიანტი, ეს ვარიანტები იყო, როცა D-წერტილი B-დან დაშვებული სიმაღლის ფუძე ხდებოდა AC გვერდზე, ფუძე ხდებოდა AC გვერდის გაგრძელებაზე და ეს სიმაღლე ემთხვეოდა A-წერტილს. ანუ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოცემული სამკუთხედის გამოსაცვლელი ფორმულა სამართლიანია ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი წარმატება იყო ის, რომ ჩვენ მუშაობდით როგორც ერთი მთლიანობა, გრუპულ მუშაობაში ხარვეზი არ ქონდა. ყველას ქონდა თავისი აზრი, მაგრამ ჩვენ ყველანი დავდიოდით ეს ერთ აზრამდე. ჩვენი გუნდი ჩვენ შევაფასეთ 4-ზე. გუნდმა დასაყო მიზანს ნაწილობრივ მიაღწია. ჩვენმა გუნდმა სწორად დაადგინა რა საკვებით იკვებებოდა სქემაზე მოცემული ცხოველი და ამ ცხოველის კვების ტიპი. ჩვენ გუნდში გასდა სხვადასხვა აზრი ამ ცხოველის შესახებ. დროის თვალსაზრისით მცირე ხარვეზები შეგვექმნა, მაგრამ ამას დიდი დაბრკოლება არ გამოუწევია ჩვენ გუნდში. ჩემ გუნდს მე შევაფასებდი 4 კულით.
მართალია ჩვენი გუნდი ჯგუფურად მუშაობდა, მაგრამ ჩვენ ნაწილობრივ მივაღწიეთ ამ მიზანს, რაც შეეხება მიღწევას, ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ ჯგუფში 100 სხვადასხვაობის მიუხედავად გამოვიტანეთ საერთო აზრი, ნაკლი საერთო აზრი, რომელიც იყო პრაქტიკულად ცდარი, მაგრამ მაინც მიღწევა, რომ თქვენ ერთ აზრზე ხართ. ესე იგი, ნაკლი არ ქონია, ხარვეზები ის იყო, რომ რა ქვია, სხვა აზრი ქონდა, ნაწილს ეგონა, რომ ბალახის ჭამელი იყო ეს ხოველი და ნაირ ჭამელი აღმოჩნდა, მაგრამ და ჩვენი გუნდი შევაფასეთ 3-ზე. ხარვეზი არ არის გუნდში სხვადასხვა აზრის გონა. პირიქით კარგია, რაც მეტას განიხილა და ჯანსაღი აზრი იქნება, უფრო კარგ დასკვნას გამოიტანთ. ვფიქრობ, რომ ობიექტურად შეაფასეს მართალია 3 ქულა ნაკლებია, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და არასწორი პასუხი გასცეს, ამიტომ ეს ეკუთვნოდა. ზოგი თვლის, რომ რა ქვია, ძირითადი ფაქტორი გახლავთ მხოლოდ ის, რომ გამოვიცნოთ ბალახის ჭამელი, ხორცის ჭამელი თუ ნაირი ჭამელი მოცემული ცხოველი. მაგრამ ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გახლავთ ისიც, რომ ჩვენ უნდა გვესწავლა გუნდში მუშაობა. ყველაზე ძლიერი გამოსაცნობი იყო, არ არის ისეთი, რომ შეხედოდა ერთი შეხედოთ თქვა რა ცხოველია, მაგრამ მე მგონია, რომ თვითონ გუნდში იყო ხარვეზები, ალბათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ნაირ ჭამელია, არ მოусმინეს კარგად, მათი დასაბუთება არ მოისმინეს და ამის გამო მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო ბალახის ჭამელი. გაკვეთის დასაწყისში ჩვენ ხაზი გავუსვით, როგორია ნაირ ჭამელი ცხოველი, ხორცი ჭამელი და ბალახის ჭამელი და უნდა დაკვირვებოდნენ ამას და შეუძლია გამოეყენებინათ ეს შესავალი ტყუილა არ იყო. მართლა ყოჩახ ნიგა და კონკრეტა იმ რომ მთავარი იყო გუნდში მუშაობა და არ დავეთანხმები გრიგოლის იმაში, რომ შეიძლება რომ ამ 4 ადამიანიდან 3 ფიქრობდა, რომ ეს იყო ბალახის ჭამელი და ერთი ფიქრობდა, რომ იყო ნაირი ჭამელი. აქედან გამომდინარე ისინი დაეთანხმნენ სულ ყველა, ასე ვთქვათ, დემოკრატიულად დაეთანხმნენ 3 აზრს და არა ერთისას. ანას არ ვეთანხმები იმაში, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ გინდა 3 ფიქრობდეს, თუ გინდა ერთი ფიქრობდეს იმას, თუ მას უნდა მოусმინოს, გუნდი ისაა, რომ ერთმანეთს მოусმენენ, ერთმანეთს გაუგებენ და თვითონ უნდა მიხვდარიყო, რომ მისი დასაბუთება იყოს სწორი. შეიძლება არ მოусმინეს და არაცალეს იმის ახსნა, რომ ეს იყო ხორცის ნაირი ჭამელი. არ ვიცი, შეიძლება მოусმინეს და უბრალოდ ვერ მიხვდნენ, არ ვიცი. შეცდომები აუცილებლად გამოსწორებული იქნება. მე რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მადლობა გმინდა გითხრათ მუშაობისთვის. მე მომეწონა ყველა ჯგუფის მუშაობა. შეძლების დაგვარად ახლა შეეძლო დაუშვათ ნანას გუნდს უკეთესად ემუშავა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნინოს ჯგუფი ამას შემდგომში გამოასწორებს და ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებენ. აბა თავის თვალყად ნახვალის შემდეგ მეთოდს, რომელიც თანამშრომლობის სწავლებაში გამოიყენება, ეწოდება ვფიქრობთ, წვილდებით უზიარებს. ის 7 საფეხურისგან შედგება. კლასისთვის თამაშის წესების გაცნობა, თემის მიცემა ან არჩევა, საკითხის ინდივიდუალურად გააზრება, დაწყვილება და ნააზრევის შეჯერება, წვილების წევრთა მიერ ნააზრევის გაზიარება კლასელთათვის, ანუ პრეზენტაცია, შემაჯამებელი პასუხის პოვნა და ბოლოს შეფასება. ისევე როგორც სხვა მეთოდების გამოყენებისას, გაკვეთილი აქაც სამუშაო თემის და თამაშის წესების გაცნობით იწყება. დაგირიგებთ ფურცლებს. ამ ფურცლებზე მოცემულია ერთ ფურცელზე არის ადგილის გეგმა, ხოლო მეორეზე აქედან გამომდინარე 10 შეკითხვა. ამ მასალაზე სამუშაოთ და გასაცნობად თქვენ მოგეცემათ 5 წუთი. ეხლა ორს ვარიგებ. გაკვეთილის პირველი ნაწილი, ვფიქრობთ. გულისხმობს საკითხის, სიტუაციის თუ იდეის ზოგად მოაზრებას. ეს ეტაპი ინდივიდუალურად ხორციელდება თითოეული მოსწავლის მიერ.
აუცილებელია, რომ მოწაფეებმა თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნების და სხარტი მოკლე წინადადებების სახით ჩაენიშნონ. გავიდა 5 წუთი. ეხლა გეძლევათ საშუალება შეაჯეროთ თქვენი ნამუშევარი წყვილებში. ამისთვის, აი ამ სამუშაოსთვის მოგეცემათ 10 წუთი. გაკვეთილის მეორე ნაწილი წყვილდებით გულისხმობს, რომ პედაგოგის მიერ გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით დაწყვილებული მოსწავლეები ერთმანეთში მსჯელობენ. ეს ჩვეულებრივი ხმამაღალი მსჯელობისაგან განსხვავებული ფორმაა და ამ პროცესში ყალიბდება წყვილის საერთო მოსაზრება. გავიდა 10 წუთი და დავიწყოთ აბა პრეზენტაცია. აბა ვინ არის მზად? აბა შენ. მეათე კითხვა ასეთია. რა ობიექტებს დაამატებდი ამ ქალაქს ნორმალურად? გაკვეთილის ბოლო ნაწილი ვუზიარებთ. გულისხმობს, რომ წყვილში მუშაობის შედეგად ჩამოყალიბებულ საერთო აზრს ყოველი წყვილის ერთი წევრი კლასს უზიარებს, რაც საერთო საკლასო დისკუსიაში გადაიზრდება. ამ ეტაპის ბოლო ფაზაში ხდება დასახელებულ მოსაზრებასთან